მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. გრძელდება ჩვენი მეცადინეობა ფორტეპიანოში, ეს არის მეორე გაკვეთილი. ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ისწავლოთ თავისუფალ სტილში დაკვრა, შეგიძლიათ მომისმინოთ და ისწავლოთ ჩემი მეთოდებით დაკვრა ფორტეპიანოზე. დავიწყოთ. მოკლედ გავიმეოროთ და გადავხედოთ წინა გაკვეთილს, რა გავიარეთ. წინა გაკვეთილზე ჩვენ გავიარეთ თუ როგორ დავჭდეთ ინსტრუმენტთან ესეთი გამართულები, წელში გამართული, ორივე ფეხი პიანინოს პედლების წინ დავაწყოთ. ხელის მტევნები მომრგვალებული, თითქოს პატარა ბურთი გვიჭირავს ხელში, აი ასე და არ უნდა იყოს ჩამოკიდებული ხელები, არავითარ შემთხვევაში აი ესე არ უნდა იყოს და უნდა იყოს თანაბრად, გესმით, აი დიაფრაგმის ცოტა დაბლა უნდა იყოს აი ეს კლავიატურა. ეს არის სწორი ჯდომა ინსტრუმენტთან. შემდეგ ჩვენ ვისწავლეთ წინა გაკვეთილზე თითების დაწყობა კლავიატურაზე, ხო? მარტო დაწყობა. ანუ ნახეთ პრინციპში უკვე დროც არის, რომ არა მარტო დავაწყოთ კლავიატურაზე, არამედ მეორე გაკვეთილში შევიგრძნოთ კიდევაც ბგერებით და დავუკრათ, გავამღეროთ. პირველი ბგერა, გავიხსენოთ რა ქვია პირველ ბგერას, ეს არის პირველი ოქტავა. პირველ გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრეთ ოქტავებზე. საფეხურები, რომლებიც მეორდებიან ოქტავების მიხედვით. პირველი ოქტავა დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, აი აქ თავდება და ისევ მეორდება მერე დო, დო. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი და ასე შემდეგ. სხვადასხვა რეგისტრში ჟღერს, რაც უფრო ზევით ავდივართ, უფრო წვრილდება ხმა, რაც უფრო ქვევით ჩავდივართ, უფრო ბოხდება ხმა. დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დო. ეს მე უკუღმა წავიკითხე ახლა. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო, დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. შემდეგ, ესე იგი, ეს არის პირველი ოქტავა, მეორე ოქტავა, მესამე ოქტავა. შემდეგ, აქეთკენ უკვე მარცხენა მხარეს, სადაც დაბალი რეგისტრებია, მცირე ოქტავა, დიდი ოქტავა და კონტროქტავა, ქვევით. კეთილი. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი მეცადინეობა. იგი ბგერები, საფეხურები მეორდება ოქტავების მიხედვით, ნახეთ. აი ორი შავი საფეხურია, სამი შავი საფეხური, ორი კიდევ, აი კიდევ აქ თეთრ საფეხურებშიც მეორდება. სი, დო, მი, ფა, აი კიდევ სი, დო, მი, ფა, აქაც მცირე ოქტავაში მი, ფა, სი, დო და ასე შემდეგ. ხო გესმით? აი ეს გამეორებული საფეხურები, ანუ ინტერვალები და ეს გამეორებები, ხო ჩვენ გვეხმარება, რომ ვიზუალურად დავიმახსოვროთ, რომელ ბგერებს და რა აკორდებს ვიღებთ და სად არის ის აკორდი, იგივე აკორდი, დაუშვათ, აი. ესმით? ერთი და იგივე ჟღერადობა აქვს, უბრალოდ იქითკენ უფრო წვრილდება, აქეთ უფრო ბოხი ხმებია. აი კიდევ მაგალითად ექსპერიმენტი ჩავატაროთ. დო, რე, მი. პირველი ოქტავის დო, რე, მია. დო, რე, მი. მცირე ოქტავის დო, რე, მი. აბა ვნახოთ როგორ ჟღერს. ოი, როგორი ბოხია, ხო? თითქოს დათუნია დადის. ძიმეთ და იქითკენ რომ წავალთ, კიდევ უფრო დამძიმებული, უფრო დიდი დათუნია. დო, რე, მი. აი, მოდის. დათი, დინჯად. მოდის. მობაჯბაჯებს, ხო? ეხლა ჩვენ ვისწავლოთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო, რა ვიცი, დაინტერესებულებო, ვისაც გნებავთ, რომ ისწავლოთ დაკვრა ფორტეპიანოზე, დავიწყოთ თითების ჩასმა, ასე ვთქვათ, ჩაჯდომა საფეხურებში. მოვკიდოთ ხელი პირველ თითს და ჩავსვათ დოში. აუცილებელი არ არის, რომ პირველი
თითი იყოს აუცილებლად დოში, შეიძლება რეშიც იყოს, შეიძლება მიშიც, მაგრამ ჩვენ ახლა ვსწავლობთ თითების ჩასმას საფეხურებში. თითების ჩასმა საფეხურებში უნდა იყოს ძალიან ისეთი რბილი, ჰაეროვანი და არავითარ შემთხვევაში ჩარტყმა. გესმით? ჩარტყმა, ბრახუნი, ჯახუნი, ჯოხის ჩარტყმა და ასე შემდეგ, უბრალოდ არ უნდა ვაკადროთ აი ასეთ ძალიან ჰარმონიული ჟღერადობის ინსტრუმენტს, საერთოდ როგორიცაა ფორტეპიანო. დავიწყოთ პირველი თითი, მეორე თითი, მესამე თითი, მეოთხე თითი და მეხუთე თითი. როცა ნოტების შესწავლას დავიწყებთ, ჩვენ დავინახავთ, რომ სანოტო სისტემაზე იქნება სწორედ აი ესეთი ციფრებით აღნიშნული ჩვენი თითები, რომელ ბგერაზე, რომელი თითით უნდა დავუკრათ. პირველი თითი, დო, იმღერეთ, თან იმღერეთ, დო, მოусმინეთ, აბა, ნახეთ, არ ჩაარტყათ, ისე ჩაუშვით თითი, რომ გაიგონოთ, შეიგრძენით, ლამაზი ბგერა უნდა იყოს. ლამაზად მოხსენით ხელი, შემდეგ რე. დავსვი ხელი, ხო? დავსვი, ნახეთ როგორ არის, აი მომრგვალებული, თითქოს ბურთი მიჯირავს აქ. და თითები თავისუფლად. არავითარ შემთხვევაში დაძაბული არ ქონდეთ, ესე არ ქონდეთ თითები, ესე. მომრგვალებული ხელები. შემდეგ თან უსმინეთ. თუ გვერდით მასწავლებელი არ ყავთ, ან თუ ვინმე არ ყავთ, მაშინ თქვენ თვითონ უნდა მოკიდოთ ხელი ამ თითს და გადახვიდეთ ზევით მივდივართ. აი ესე. შეიგრძენით. ეხლა მარცხენა ხელით დახმარება ჩვენ იმიტომ გვჭირდება, რომ დავაფიქსიროთ, გესმით? დავაფიქსიროთ ეს თითი. კი, როგორ არა, თითის ამ ხელის გარეშეც როგორ არა, მივყვებით ესე, მაგრამ თითქოს ამითი იგრძნობთ კიდევაც, აი დამხმარე ხელი, რომ აი თითი ჩადის საფეხურში და ხმას გამოსცემს. ხედავთ, ნახეთ მონიტორზე ჩანს, როგორ არის ჩემი ხელი, აი ესე მომრგვალებული თავისუფლად და არა დაძაბული, ხო? არც ჩამოკიდებული ასე. ვუსმენთ. ხედავთ, როგორ ჟღერს ბგერა. შემდეგ გადავიდეთ მეორე თითზე. ეს არის ბგერა რე. აბა ერთად გავიმეოროთ. მი. პირველი ბგერა რა იყო? შეგახსენებთ. პირველი ბგერა რა იყო? განმეორება ცოდნის დედაო. პირველი ბგერა რა იყო? რა ბგერა ეს? ეს არის დო. დო. შემდეგ რე, მეორე ბგერა. მეორე ბგერა, ანუ ოქტავაში არის 7 ბგერა. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი და ყველას აქვს თავისი სახელი, დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. მეორე ბგერა, ოქტავის პირველი ბგერა არის დო, ოქტავის მეორე ბგერა არის რე. შემდეგ მი. ფა. მეხუთე ბგერა 1 2 3 4 5, მეხუთე ბგერა არის სოლ. მეორე თითით ვუკრათ უგაცრავად. ლა. მეექვსე 1 2 3 4 5, 6, მეექვსე ბგერა არის ლა და მეშვიდე ბგერა არის სი. შემდეგ იწყება უკვე მეორე ოქტავა. შემდეგ მესამე თითით ავიღებთ ახლა იგივე ბგერებს. მოვკიდოთ ხელი, აი ესე გავანთავისუფლოთ.
შეგიძლიათ ესეც გააკეთოთ, რომ იგრძნოთ თავისუფლება, აი. დაკიდებული უნდა იყოს ეს მაჯა, თავისუფლად. მოგიდეთ ხელი, აი აქ მოგიდეთ ხელი, აი ესე და ჩაუშვით. არ ჩაარტყათ, ჩაუშვით. თითქოს აი ჯდება. დასვით. აი ესე. დო თან აყევით. გაამღერეთ. რე მი ფა და ასე შემდეგ. გაამღერეთ. სიმღერას არ შეგწყვეტ, სიმღერას სასიცხვილო არ არის. სოლ ასე განავითარებთ კიდევაც უფრო მეტად სმენას. აწიეთ, ხმა აწიეთ. შემდეგ გადავდივართ მეოთხე თითზე. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მეოთხე თითი, არა თითი, ხო, ესე ვეძახით არა თითს. აი ესე მოვკიდებთ ხელს და ჩავუშვებთ. დო ჟღერადად, აი ამ თითის წვერებით უნდა იგრძნოთ მუსიკა. გესმით? ამიტომ არის კარგი აკუსტიკური პიანინო, როცა სწავლას აპირებს ბავშვი იქნება თუ მოზარდი იქნება თუ პირველი საფეხურები აუცილებლად უნდა ისწავლოთ კლასიკურად, აი აკუსტიკურ პიანინოზე, სიმებიან პიანინოზე. მი Fa, Sol, La, Si, Do. და დაგვრჩა ბოლო თითი, მეხუთე თითი, აი ესე მოვკიდებთ ამ თითს და ჩაუშვებთ, ხო? აი თუ აქედან ვევწვდებით, მაშინ აქედან. აი ეს. მეხუთე თითი საერთოდ ყველაზე მეტად ნაკლებ განვითარებულია, ცოტა სუსტია და მას სჭირდება მეტი მეცადინეობა. ამიტომ აი ესე მოვკიდოთ ხელი და ჩავსვათ, შევიგრძნოთ აბა ნეკა თითით, როგორ ჟღერს ჩვენი გერები. დო და გაუშვით ხელი. ჩასვით და გაუშვით ხელი. და დარჩით აი ესე ბგერაზე. Sol, La, Si, Do. მოდით ახლა გადავიდეთ, მარტო მარჯვენა ხელი ხომ არ არის, ხო? ჩვენ ვუკრავთ მარცხენა ხელითაც, ანუ ორივე ხელით ვუკრავთ, ხო? შესაბამისად ორივე ხელს სჭირდება ვარჯიში. აბა როგორ? მარცხენა ხელით ჩვენ დავუკრავთ, მოდით მცირე ოქტავაში, იმიტომ რომ დაკვრის დროს მარჯვენა ხელი ძირითადად პირველ, მეორე, მესამე ოქტავებში მოძრაობს. და მარცხენა ხელი კი მარცხენა მხარეს დაბალ რეგისტრებში, ანუ აკომპანიმენტს უწევს მარჯვენა ხელს. დავიწყოთ. მოვკიდოთ ხელი, ნეკათიც მცირე ოქტავაში ვიწყებთ. ჩავსვათ აბა თითი. აქაც მარცხენა ხელშიც კიდევ უფრო მეტად სუსტად არის განვითარებული ნეკათითი, ასე რომ
ჩვენ ვარჯიში დაგვჭირდება და ამ ვარჯიშებსაც დავიწყებთ თანდათანობით. ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ვარჯიშია. რე კარგად მოусმინეთ. რომ ჩასვავთ, ხელი გაუშვით და დატოვეთ თითი აი ესე. თითმა იგრძნოს, რომ რაღაცა ღონე არის საჭირო იმისათვის, რომ დაიჭიროს ეს კლავიში. ეს არის, რა თქმა უნდა, მეხუთე თითი. ანუ ნეკა თითი არის დაკვრაში მეხუთე თითი. გადავიდეთ შემდეგ მეოთხე თითზე. მოусმინეთ, არაბრახუნოთ, აი ესე ძალიან რბილად, ძალიან მელოდიურად, რომ ლამაზად ჟღერთ ეს ბგერა. ყური რისთვის გვაქვს, ხო? დარწმუნებული ვარ, ახლა ვინც მე მიყურებს და ვინც ამ გაკვეთილებს მიყვება, იმას ყველას კარგი სმენა აქვს, კარგი ყური აქვს. მე უფრო ავაჩქარე ახლა, იმიტომ რომ უფრო ნელა თქვენი მეცადინეთ სახლში. აი ასე ყველა თითს მოვასინჯინოთ, ასე ვთქვათ, სათითაოდ ყველა კლავიში. გადავდივართ მესამე თითზე, ეს არის შუა თითი. კიდევ გეუბნებით, მე ცოტა ავაჩქარი, იმიტომ რომ ამას დიდი დრო მიაქვს. და ასე შემდეგ. შემდეგ მეორე თითზე გადავალ. პირველ თითზე გადავალ. მივხვდით ხო? ნელა უყურდას თქვენ, ნელა იმუშავეთ, ნელა. ნახეთ, ეხლა პირველი თითი შეგიძლიათ ასე არ დასვათ, ასე, იმიტომ რომ ასე უბრალოდ ფიზიკურად ვერ დასვათ, იმიტომ რომ ხელის მდგომარეობა, ხელის აღნაგობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ესე დავსვათ თითი, ხო? წერა თითი. ამიტომ ცოტა დახრილი უნდა იყოს, აკაც მარჯვენა ხელში. ცოტა დახრილი, აი ესე. რაღაც აი ამითი, აი ამ ნაწილი. შემდეგი ვარჯიში ახლა ჩვენ უნდა გავამღეროთ 3 კლავიში ერთად. აბან ვცადოთ პირველი, მეორე და მესამე თითები. რა ბგერებია? დო, რე, მი. პირველი, მეორე და მესამე თითებით. დო, რე, მი. დააკვირდით ახლა როგორ ვუკრავ. ყოველი ბგერის დაკვრის მერე ხელს ვხსნი. დაკვრის მანერა, აი ეს უნდა გაგიჩნდეთ, გესმით? აი ეს უნდა როიტყვენ უნდა გარდეს თქვენში და უნდა დაიმახსოვროთ, რომ ეს არის სილამაზე დაკვრის შემსრულებლის. ესე უნდა მოხსნათ ხელი. მოდით ახლა იგივე გავაკეთოთ მეორე ოქტავაში. იგივე გავაკეთოთ მესამე ოქტავაში. ჩანს ეკრანზე? კი, ჩანს. ეხლა გავაკეთოთ ჩვენ მარცხენა ხელით იგივე.
ვარჯიში, რასაც მარჯვენა ხელში ვაკეთებთ. მეხუთე თითი, მეოთხე, მესამე, კიდევ გავიმეოროთ. აი ესე. მოდით ეხლა ამას დავამატოთ ჩვენ, კიდევ დავამატოთ რაღაცა. ესე იგი პირველი, მეორე, მესამე თითები ხომ არის? ეხლა მესამე, მეოთხე, მეხუთე თითებიც დავამატოთ. მარცხენა ხელით მივხვდით ხო? აი ესეთი სავარჯიშო გექნება თქვენ სახლში სამეცადინო, ანუ სათითაოდ ბგერები, მოდით ახლა გადავხედოთ, პატარა რეზიუმისავით გავაკეთოთ, ჩვენ რა ვისწავლეთ დღეს ამ გაკვეთილზე. გავამღერეთ ბგერები, სათითაოდ თითები ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ თითოეულ ბგერაში, სათითაოდ მოვუსმინოთ, ხელი მოვკიდოთ, ჩავსვათ, აგრეთვე ვისწავლეთ სამი ბგერის აღება სამი თითით, პირველი, მეორე, მესამე, სხვადასხვა ოქტავებში გამეორება, პირველ მეორე ოქტავაში, მესამე ოქტავაში, აგრეთვე მარცხენა ხელის ვარჯიში, მეხუთე, მეოთხე, მესამე თითები, მეხუთე, მეოთხე, მესამე თითები, მეხუთე, მეოთხე, მესამე თითები. გესმით? აი ეს გქონდეთ სავარჯიშოთ, რო იტყვენ დავალებას გაძლევთ შემდეგი გაკვეთილისთვის. ამაში იმეცადინეთ. ეხლა ძალიან ისე უცბად მოდით მოვიგონოთ რაღაცა მუსიკა თქვენთვის. გაიგეთ? ჩვენი გაკვეთილი დასრულდა, მომავალ შეხვედრამდე.